დეგაც 9 აპრილი დიდი ტრაგედიაა. ბევრი რამეა გასარკვევი ჯერ კიდევ პატრიარქის ლოცვა-კურთხევის შემდეგ რომ დარჩა ეს ხალხი, ჩვენი გმირი ახალგაზრდები, ქალები, ახალგაზრდა ბიჭები, გოგოები, ეს ყველაფერი არის ძალიან ძიმე ტვირთი ჩვენს ისტორიაზე, ძალიან შაბნელი დღეა და ყველას უნდა გვაერთიანებდეს ეს. და ჩათლახები, რომლებიც დღეს გადაწყვიტეს, რომ მიესაკუთრებინათ ეს დღე და face control-ი დაეწესებინათ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის უნდა მიეგო პატივი დაუღუთა ხსოვნას, აი ეს ჩათლახები კიდევ ერთხელ თავიანთი ჩათლახური სულის მაჩვენებლები არიან. მოდი აი კოტე ზარნაძე, რომელსაც თქვენ კარგად იცნობთ, ჩვენი ტელევიზია ხშირად სტუმრობდა მას და ვიცნობთ, ვინც არის საკრებულოს წევრი, ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრი. აპირებდა მისვლას და ყვავილების დადებას მემორიალთან და როგორ დახვდნენ თუ შეიძლება კიდევ ერთხელ მე ვიცი რომ ბერჯერა გაქვთ ნახე მაგრამ კიდევ ერთხელ ნახოთ ჩვენ გავაჩერეთ თუ შეიძლება აღარ არის საჭირო მე უბრალოდ გეტყვით რომ ამის შემდეგ მედგარი წინააღმდეგი ყირანოგობა გაუწიეს გაურკვეველი სქესის მე არავის არ ვაკნებ მაგრამ მე მართლა ვერ გავარკვევ რას სქესის არცებები იყვნენ ისინი ვინც კერდით გადაეღობნენ კოტეს და ბოლოს გამოაგდეს ასე ვთქვათ და მოდით ერთი-ორი ლამაზი სიტყვა ვთქვათ ამასთან დაკავშირებით ისმენ ჩემო კარგი მე იმით დავიწყებ რომ ვინც მონას სკანდირებდა მართლა გამოწრთობილი არის მონობაში იმიტომ რომ საუკეთესო ილუსტრაცია დღეს მონობის იყო რომ ის ადამიანები ვინც მართლა ოკუპაცია მოახდინეს 9 აპრილის მემორიალის და არიან ან პირდაპირ ის ადამიანები ან იმათი თანამებრძოლები ვინც მაგალითად ბასიანის პერიოდის აქციებზე ამ მემორიალზე dance floor-ი გამართეს ხო ან პირდაპირ რომ საპატიო მემორიალზე იყვნენ ასულები და შაბაში ქონდათ გამართული ეს ადამიანები დღეს ოვაციებით, ტაშით და მადლობებით ხვდებოდნენ სხვადასხვა ქვეყნის ელჩებს. როგორც ჩვევიათ ხოლმე ყმა ორმოჭრილ ყმებს, როდესაც ბატონს დაინახავენ და ამერიკულ ფოლკლორში არის კარგი სიტყვა და სოციუმში Uncle Tom-ები რა, ბიძიათ Tom-ები, რომლებიც შავკანიანისთვის არის ისეთ შავკანიანი, რომელიც თეთრ ბატონს ყველანაირად ცდილობს რომ ასიამოვნოს და საერთოდ არ აქვს არანაირ თავისი მონობისადმი რეზისტენცია. ესეთი ადამიანები ყვირიან და სკანდირებენ მონას, ადამიანები რომლებიც თან გვერდში უდგანან ისეთ პოლიტიკოსებს, რომლებიც წარმოადგენენ ნაციონალურ მოძრაობას ნაციონალურ მოძრაობას, რომელსაც 9 წლის მანძილზე ყველანაირი ადამიანის უფლებები დაარღვია ამ ქვეყანაში, მათ შორის რუსეთის სასარგებლო გადაწყვეტილებები მიიღო თავისი ომთან მიმართებით მიღებულ გადაწყვეტილებებში, ამასთან პაატა ბურჭულაძე, რომელიც პუტინს პირადად უმღეროდა სულ რამდენიმე წლის წინ, არჩიეს ადამიანად, რომელმაც სრული დესაკრალიზაცია მოახდინა ამ სიმბოლური თარიღისად მიმართების, რაც იყო ფიცის, ახალი ფიცის, ანუ იმ ძველი ფიცის დესაკრალიზაციას შეურაცხყოფა, რომელსაც კითხავს პუტინისთვის მომღერალი პაატა ბურჭულაძე და ამას უკრავენ ტაშს. შემდეგ ეს ადამიანები ელენე ხოშტარიას, რუსეთის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ელენე ხოშტარიას და ზურაბ ჩაფაძის თანამებრძოლები მონას ეძახიან სხვას. გურის მოусმინოთ, ოღონდ შენ კარგად ახსენე, პატარა მაკვეთი ფიციდან, ეგრეთ წოდებული ფიციდან გავუშვათ და გურის მიცეთ სიტყვა, მიდი. დღეს 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე სადაც 36 წლის წინ ჩვენი გმირები ლოცვით და სიმღერით იბრძოდნენ
საბჭოთა ჯარების პირისპირ საქართველოს თავისუფლებისთვის მე მგონი გასაგებია სულისკვეთება ხო ძალიან ისეთი კომპლექსური საკითხია, იმიტომ რომ არა მგონია რომ პირიქითა ბაბლს გონია რომ თუ ასე პრიმიტიულად წაიკითხავს ისტორიას რომ ვინ დაგვარბია მაშინ რუსეთმა ნახე ეს დღესაც რუსეთი თუ ესე პრიმიტიულად წაიკითხავ კი მთელი ჩემი ოჯახი ესე იგი დილამდე იქ იყო და ასევე იმ 21 ადამიანში ჩვენ რაც ავიარე გარდაცვლილი ერთი 21 წლის გოგო თუ არ ვცდები დღეს მომწერა დედაჩემის ნათესავი მაგრამ მან მე მგონია რომ პრობლემური თვითონ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ისტორიის კითხვაშია რა დღეს პრემიერმა დაწერა ეს უცხო ძალების მიმართება როგორ არის მაშინაც უცხო ძალა იყო დღესაც რა თქმა უნდა ხა როდესაც არა მან საკითხი სხვა რა ანუ ნახე უნარების ტესტი როგორ ჩააბარა ამ ხალხმა ის არ ვიცი აი მიხდი სხვა რამეშია აქცენტი სხვაგან არის მე განმოვცევ თქვა ეგ მიმართულება დავწერე მეც რაღაც და სანამ დავწერდი მანამდე ეს ისეთ შესავალი რა დებილებისთვის რომ კი რუსეთი ოკუპანტია მე რა მაგრამ აი ისტორიის კითხვას აქ ძალიან მნიშვნელოვანი რა თუ შენ პრიმიტიულად წაიკითხავ ისტორიას და აქაც გავიმეორებ ამას მახსოვს რომ ჟურნალი ტაბულა წერდა და შემდეგ მიშამაც აიტაცა რომ ილია ჭავჭავაძე არის ლიბერტარიანელი დავით აღმაშენებელი არის ლიბერტარიანელი კახავენდუკიძეს ის ეწერა რომ საგვარეულო ბიზნესი გადასცა დავით აღმაშენებელს მამამ ამბობდნენ რომ რაღაცა შუშანიკი არის ფემინისტი იმიტომ რომ დღევანდელი კონტექსტით წაკითხულ მე ნინოს მინდა ის რა ქვია არალეგალი ანუ დღევანდელი სტანდარტით როდესაც შენ ესე იგი დღევანდელი დემოკრატიის სტანდარტ დემოკრატობას რო თხოვ ალექსანდრე მაკედონელს ნუ დებილი ხარ რა უბრალოდ დებილი ხარ თუნდაც სტალინს ანალოგიურად არა ანალოგიურად იმიტომ რომ შენ ხო უნდა გაიაზრო რომ მაგ დროს შავკანიანი თეთრკანიანი იმაში ვერადეოდა ავტობუსში ერთად და არანაკლებ გენოციდები გვახსოვს ევროპის მიერ მოწყობილი არა ევროპაში ისინი იყო ზოოპარკები შავკანიანი ადამიანების და ცოტა ხნის წინ კიდე საერთოდ არსებობდნენ ისინი რა ქვია ნაცისტები ну რაზეა ხო საერთოდ საუბარი არა მან მიმართულება ნახე როგორ უნდა ავიღოთ რომ რატო ვამბობ და ყველაზე კაი მაგალითი აქ ის არის რომ აი ეს ლიბერტარიანელები და მაშინდელი მიშას ინტელექტუალური ფრთა გიждდებოდა რომ ილია ჭავჭავაძეს აქვს ესეთი პუბლიცისტური წერილი სადაც ამერიკის კი არა ევროპის მილიტარიზაციას ანუ ევროპას აკრიტიკებს და ამერიკა მოსწონს მაგრამ ევროპას აკრიტიკებს იმიტომ რაც დღეს არის ამერიკა ანუ მილიტარიზმის გამო დღეს ეს სიტუაცია შეცვლილია აქედან გამომდინარე ჩვენ თუ არ წავიკითხეთ ესენი ყველაფერი ზუსტად კონტექსტში არ გვეშველება არაფერი 9 აპრილის მნიშვნელობა დგას იმაზე რომ 9 აპრილი იყო დამოუკიდებლობისთვის და სუვერენიტეტისთვის ბრძოლა მაშინ ამას გვართმევდა რუსეთი დღეს ამას გვართმევს ევრობიუროკრატია და deep state შეიძლება პატარა ჩართვა აი დავამთავრებ ამას აქედან გამომდინარე ეს მოგწონს თუ არ მოგწონს იმიტომ რომ ხა ევრობიუროკრატიამ გვანახა ჩვენ პირდაპირ პირველი ნუ წინა ადმინისტრაციამ რომ ომში უნდა ჩავრთულიყავით მაგალითად გვეუბნებოდნენ რა კანონი მიგვეღო რა ამერიკის საელჩომ დაწერა რომ შავი დღე გათენდა დემოკრატიისთვის რაღაცა ოღონდ სრულად აი თეთრზე შავს გიმტკიცე მოლდოვას და უკრაინაზე უნებიან კარგები ხართ როცა ყველა პარამეტრი ჩვენ ჯობი ვართ სტატუსი იმას აძლევენ ჩვენ არ გვაძლევ ანუ მიხვდი ჩვეულებრივად გვაშანტაჟებდნენ და ეს პატარა საქართველო ხო არა ყო ამ შანტაჟს და შევინარჩუნეთ სუვერენიტეტი დღე ანუ მე ის თქმა მინდა იქით დღეს ვინც იდგა და ვინც არ შეუშვა თქვა კოტეზარნაძე და ესენი ანუ ვინც თითქოს იცავდა იმ მემორიალს ზუსტად ისინი არიან ის ხალხი ვინც ქართველი ვინც რუსის მხარეს იყო მაშინ ზუსტად ეს პრინციპია სხვა კი არაფერი ფესვებში იქეკონ კარგად მოდი დავიწყოთ თავად საბჭოთა კავშირი იყო ის ქვეყანა რომელმაც მოკლა ჩვენი თანამოქალაქეები საბჭოთა კავშირი საბჭოთა კავშირში მეგობრებო საქართველოს წილიც იყო პირდაპირ გეტყვი აი ესე საბჭოთა კავშირი ააშენა ქართველმა სტალინმა ქართველმა ბერიამ საბჭოთა კავშირი ისეთი როგორც არის ლენინს არაუშენებია სტალინმა და ბერიამ ააშენა საბჭოთა კავშირი იყო ქვეყანა რომელიც ებრძოდა დაშლას გასაგებია და ეს ჯალათები ამიტომ მოხდა აი ამ ჯალათების მიერ ესეთი სასტიკი დანაშაულის ჩადენა აი ესე
რუსეთი გასაგებია, რომ რუსეთის ასე ვთქვათ დედა იყო ამ საბჭოთა კავშირის, რუსეთის იმპერიის ნაცვალი იყო საბჭოთა კავშირი, მაგრამ ქართველებსაც გვაქვს მონაწილეობა საკაიფო იქ მიღებული. ეგ ერთი, მეორე. არა მხოლოდ პირდაპირ მონაწილეობა კაცო წვლილი და იმ 9 აპრილის საქმეშიც ქართველების მეორე მსოფლიო ომში გვაქვს დიდი წვლილი არა მარტო მან, კი ბატონო, როგორც კავშირში ისე წუთში. როგორც კავშირში ისე. ანუ საბჭოთა კავშირი იყო თავარი დამნაშავე და არა რუსეთი. იმიტომ რუსეთი არ არსებობდა, იყო საბჭოთა კავშირი და მეგობრებო, საბჭოთა კავშირი კიდე არ ვიცი თქვენ იცით თუ არა. ეს არის ძალიან ცუდი ანალოგია. საბჭოთა კავშირი რუსეთისგან განსხვავდებოდა. კარგით, ცუდით, მნიშვნელობა არ აქვს. ხო განსხვავდებოდა, აბსოლუტურად. ფუნდამენტურად განსხვავებული ქვეყანა იყო, მაგრამ ამას ეხლა არ არის. მაგას ვერ გაიგებ თქვენ. ეხლა ლიბერდები საბჭოთა კავშირის საბჭოთა კავშირზე ჯერ ერთი ეს გადაცემა. ანუ საბჭოთა კავშირზე უნდა შედგეს მეცნიერული დისკუსიები, უნდა გაიმართოს. შემდგარია. ანუ ის არ უნდა იყოს, არა, ის საბჭოთა კვლევების ლაბორატორია რაც აი ეს რაც არის, არა. ეგ სამარცხვინო ფენომენი. კი არა, ჩვენ უნდა გავიაზროთ ვაფშე სხვანაირად საბჭოთა კავშირი, მაგრამ ის რომ საბჭოთა კავშირი შენ იცოდე რა იყო, იქ ვერ იდგები. მე არ ვამბობ რომ კაი იყო და ცუდი. დღევანდელი ფედერაცია და საბჭოთა კავშირი არის ორი განსხვავებული რამ. კი ბატონო, მაგას თავი დავანებოთ რატომ და როგორ. ეხლა რაც შეეხება, ვინ მოგცათ უფლება, ვიღაცა ნანუკა ჟორჟოლიანი, ვიღაცა ბირიშვილებო, რომ ადამიანები, რომლებიც არაფრით არ არიან გასვლილი, არაფრით ეგრეთ წოდებულ რუსეთთან თუ იმპერიასთან თანამშრომლობაში, რომელსაც უნდა თავიანთი მოსამძიმრება, თავიანთი სამძიმარის გამოხატვა არ მიუშვათ. ეს რა ექსკლუზივია. მე ვიცი ან ნანუკა ჟორჟოლიანი რომელიც 9 აპრილის ის არის მემკვიდრე ესია მიღებული რომ მოსისხლე მტერიც კი მიდის სამძიმარზე და იქ არავინ არ ეუნება არავის 9 აპრილს ნანუკა ჟორჟოლიანი თუნდგარიყო იქ არა მან კიდევ რატო კაცო იქ ხო დავით უსუფაშვილი არის დგა იქ რომელიც 9 აპრილის მერე შევიდა საბჭოთა იმაში მოდი გავუშვებთ შალვა მამუკა ხაზარაძე სანამ გავუშვებთ კაცო უსუფაშვილი არის დგა უსუფაშვილი მერე რომელიც მერე 9 აპრილის მერე შევიდა კომპარტიაში მერე ჩამოვიდა ჩარიდან არის დგა იქ სხვა რამეს ვამბობ მერე შევიდა თქო კომპარტიაში მაგრამ დღეს არის დგა იქ და არის და ალბათ იდგებოდა არა კითხულობ მე არ დამინახავს მაგრამ მამუკა ხაზარაძე არის დგა იქ ნანუკა ჟორჟოლიანი რომ დანიშნა 9 აპრილის მემკვიდრე მამუკა ხაზარაძე რომელიც 9 აპრილის მერე იყო კომკავშირული ლიდერი და როგორც ვიღაცები ამბობენ არბევდა მერაბ კოსტავას აი ესე ხო მაგრამ ნუ აი ნანუკა ჟორჟოლიანი ვინ დანიშნა ემათ რა ქვია 9 აპრილის მოდი გავუშვათ ლაკა მონაპოვარის მემკვიდრე ვაფშე ლაკა გავუშვათ აი რუსეთს აქ ერთ ისინი გამძლეობენ და რა თქმა უნდა გამძლეობა გჭირდება ჩვენს. ამიტომ თუ ჩვენ გამძლეობა და აი საღი გონება და საღი გამძლეობა შეგვჭება, მაშინ გაწყდება სისტემა. როდის ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ეს უსასრულოდ გარე და შიდა წნეხის პირობებში ჩვენ ვატყობთ კიდევაც, მე არ ვიცი ზუსტად რა არის, რაც იქ ხდება შიგნით, ზუსტად არ მიყვარს ჭორაობა. ამ ცვლილებებს სკოლის მაგრამ ფაქტია, რომ ჩვეულებრივად მდგომარეობა არ მიდის, ამიტომ ჩვენ ვიფიქროთ იმაზე, რომ ჩვენ გქონდეს გამძლეობა, ჩვენ ვიყოთ საღები, ჩვენ ვიყოთ მართლები, ვიყოთ ერთმანეთის სოლიდარულები, ერთმანეთს შეუსწოროთ შეცდომები, ვიდგეთ ერთად, ვიბრძოლოთ, გავძლოთ და გაწყდება ის სისტემა, იმიტომ რომ ისინი არიან უმცირესობაში და არიან მტყუანები. ვიცი, უმცირესობაში ვართ ჩვენ, შემიძლია. მაგრამ როდის უნდა დათმოს ელენე ხოშტარიამ რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჩარიცხული კოლექტიური ჯამაგირი? მან ოჯახური ინტერესია და არ ამგონია მაგ ინტერესში მამის და დედის წინამდე წავიდეს. შენ ხვდები ანუ ადამიანები, რომლებიც რუს გვეძახიან, ის ხალხი ელენე ხოშტარიას თანამებრძოლი არის და ტარს უკრავს. იმ ელენე ხოშტარიას, რომელიც უწიფრად გვიმტკიცებს, რომ ანუ ის ჯოჯოხეთური რუსეთი, რომელსაც ესენი ამბობენ, როგორ ჯოჯოხეთურადაც ესენი აიყვამ. ვერ არღვევს კოპირაიტის ხელშეკრულებას და დღემდე იმვალდებულებას ვერ არიდებს თავს რა სისულელეა ბიჭო სახელმწიფო დონეზე არის რუსეთში კოპირაიტის დარღვევა დაშვებული ანუ რუტრეკერი არ დაუხურია სახელმწიფოს მაგალითად მოდი მე ეს ხოლო მომისმინე მაგას სრულ სერიოზულობით ამბობენ თავარ არგუმენტად რომ სოლიკო ვირსალაძეს რომ რუსეთის თეატრში აქვს რაღაც დეკორაცია გაკეთებული იმის ყოველთვიურ კოპირაიტის ფულს ურიცხავს რუსეთის სახელმწიფო ელენე ხოშტარიას ოჯახს. და ამას გვეუნებიან სრული სერიოზულობით
და ეს არ არის რაღაც რუსეთის აგენტი და კგბ-შნიკი თან გიმო ორჯერ დამთავრებული ადამიანი და ბიჭი გავავდივართ რუსეთს. და ერთადერთი ახსნა ცინიკური რაც ბატონი ხოშტარიასგან მოვისმინეთ რომ ის აბა ტანკებს ტანკებს ხო არ მოახმარებდნენ აფულს, ანუ ფული რო ჩამოაქვს იქიდან ეს ასუსტებს რუსეთის ჯარს. კი ბატონო, გავუშვათ ეკაგი გავუშვებთ რა. მე ადრე მქონდა დაწერილი სტატუსი პიკაჩუს ვეძებთ ხო რა, მინდა რომ ეს მაგაცებს ხო და ეხლა შევედი მესიჯ რეკვესტებში. რომან აკოპოვი და ეხლა შევედი მესიჯ რეკვესტებში და მოწერილი აქ რა. სალამი რას მეძებ აქციაზე ვარ. აუ რას საყვარელია. ეხლა მოკლედ რა. არა, მაგას არ გავუშვით. ამას შეეშვით. მე ვეგეუნებ. აი ეს ჩემია რა. დავიწყოთ იქიდან რომ ეხლა სტამბულში რო პიკაჩუ ნამდვილი პიკაჩუ გარბოდა ეს კაცლებით ვაშკაცურად იდა. კი, კაცო. მე ვინ უნდა დამიპირისპირდეს? ხო, არა, მთავრობა და ჩემი ძმაკაცი არის. კი ბატონო, გიგაური გავუშვით. ეს არის ერთადერთი ბერკეტი. აქ ახალი არაფერი არის, ახალს ჩვენ ვერ მოვიფიქრებთ. ჩვენ უნდა ვიაროთ აქციებზე, ჩვენ უნდა გაუწიოთ წინააღმდეგობა, ჩვენ უნდა დაუდგეთ ერთმანეთს გვერდში. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და დარწმუნებული ვარ რომ თუ კი ამას გავაგრძელებთ და თუ კი ვიქნებით თანმიმდევრულები ჩვენ ამ ბრძოლას მოვიგებთ. მთავარი არის რომ ჩვენ გვახსოვდეს ვინ არის მეორე მხარეს. ვინ არის მეორე მხარეს? რუსეთი. რუსეთი. ანუ აქციებზე უნდა იარონ და ამით უნდა მოგვიგო, ხო? დღეს აში ქალებო ჩემი მაზლიც ეკვა. მე რას ვნახე სხვადასხვა ვიდეოები, აი ბოლოს იყო 200-300 კაცი მაქსიმუმ. არ ვიცი ხა რამდენია, ალბათ ნაკლები, მაგრამ ვერ ახერხებთ მეგობრებო, ვერანაირად ვერ ახერხებთ რო გაირღვეთ ერთ ნაკერავზე, ვერ ახერხებთ მასების აღქმნებას, იმიტომ რომ თქვენი დრო გაუშვით, არც მოსულა თქვენი დრო. ანუ კიდევ ერთხელ ვამბობ რა. აი სად არის გასაღები თქვენი წარუმატებლობის. თქვენ სტესავთ შუღს, ტრობას, ომს და არაფერს არ ეუბნებით თუნდაც ოცნების მოწინააღმდეგე ადამიანებს თუ როგორი საქართველო გინდათ. რაც უბრალოდ სიგიჟია რა. ნაცური საქართველო. ხო და რა მონობაში მყოფი, პირველივე გარეშე ბრძანებაზე რო ხელისუფლება სამხედრო სალამს აიღებს და საკუთარი ქვეყნის და ხალხის ინტერესების წინააღმდეგ დაიწყებს მოქმედებას, აი ეგეთ საქართველო. მაგაზე ერთსა როგორც იყო 9 წლის განმავლობაში მიშას მმართველობის ნაცრების მმართველობის პერიოდში საქართველოს ზუსტად იგივე. ანუ ბიჭო უყურე მან სადემარკაციო ხაზი არ არის რა. იმაზე საუბარი რომ აი მე ოპოზიცია, გაერთიანებულ ოპოზიციას უჭერ მხარს და მე თავარი ესენი შევცვალოთ და ოპოზიცია მოვიდეს და მე იმათი ის ვიქნებით მაკონტროლებლები ვიქნებით. ისი მაკონტროლებლები აქციაზე მიკროფონს ვერ აკონტროლებენ. ისი მაკონტროლებლები უნდა იყვნენ. მე აი ნანუკა ჟოჟოლიანი გავუშვით. კარგი ვიდეოა ჩვენთან პოზიტივი რეალობაზე და გავუშვით. დადვართ, აბა. მიშაზე მეტი ამ ქვეყნისთვის არც ერთ ქართველ პოლიტიკოს არ გაუკეთებია. მიშაზე მეტი ამ ქვეყნისთვის არც ერთ ქართველ პოლიტიკოს არ გაუკეთებია. ასე კი, ეს ხდება აი ახლა. ეს ნუ თან წრეში რო არიან ანონიმური ალკოჰოლიკები შეკრებილები. ხო, ეს არის. და მიშა და გაკეთდების ყორანი რაც მიშაზე. რაც არ ვნახე ხო, ქვიშით. სხვათა შორის რომ ვადაკოპოს. ბოდიში გვიან ნახემეთ. პიკაჩუს. ბოდიში. მე სხვა რაღაც მიუმარ. რა. მეთქი აქციაზე მარტო შენ მევასებით ხო? მარტო ეს როგორ გევასებე? და მე დავუმატე ბოდიში მეგობრებო, ეხლა მოგწერეთ. არ მინდა არანაირი რო გაგიძრო მაგას რესტორანში და დაგიძრავ და გაკარდო. შეიძლება მეშინია და მეშინია კიდეც, მაგრამ მაგას შვიდობის სატყეზე უნდა დავალები. რაღაცები შეიცვალა მეგობრებო, მინდათ მიპასუხოთ. თქვენ კომპეტენტური პირები ხართ. აი ეს მათე რო ქვია თუ ქალი რო აბა მათე. აი ახალგაზრდა რო არის, ოღონდ ქალი არის, კაცი რო ბავშვის ვიძე რო არის რა. გენერის დადგენა რო ჭირს. ხვდები ვიზეთ ლაპარაკო? რა თქმა უნდა. ყოველგვარი ზედმეტი ირონიის გარეშე. ეს სქესით ვინ არის? ეს ბავშვი. ბავშვის არ არის. ნაცია არის. 26 გენდერული ნაცია. ქალია, კაცია. არ ვიცი. 26 წლის ასაკი. რაც არ ვიცი ვერ. შეგიძლიათ მეგობრებო მოგწეროთ თუ ჯონზო გავუშვათ. შეიძლება მე ვითხოვო, მართლა მაინტერესებს. ვინ არის ეს ადამიანი? ადამიანი რო არის ხოლმე? გოგოა. გოგოა? ხო. თათია ქვია. ხო, თათია. და მათებიც რატო ეძახიან? უწყლე მაიას ნაცელის. სუთათია ერქვა?
ხო, აი ეგ დეტალები ყოველგვარი ირონიის garaშე გვაინტერესებს, რომ შონზო არის? არა, შონზო გაუშვათ. შონზო არ არის, შონზოს შეურაცხყოფას აყენებს შენ ხო? შენ დაუშვი ვაფშეტა ეგ შონზო. არა, შონზოს გავსო. გავსო თქვი, შონზო არ არის. შენ არა, შენ კაი შონზო ხარ. ცუდი შონზო, ცუდი შონზო გაუშვათ. ჩემი მთავარი დღის გზავნილი რა არის, რომ ის ნაბიჯები, რასაც ოცნებად გავს რეპრესიის მიმართულებით კომისიიდან დაწყებული მედიის შეზღუდვით დამთავრებული, მხოლოდ და მხოლოდ იმაზე მოქმედებს, რომ საზოგადოება, ჩვენი საზოგადოება და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები სწორი მიმართულებით მივდივართ ყველანი, იმიტომ რომ მაქსიმალურად თავდაცვის რეჟიმშია გაგზავნილი ხელისუფლება და მაქსიმალურად ჩვენ გვაქვს ანუ იმენა აქოსაც, მაგრამ ხო ხტები რატომ აქოთთან? ჩვენ გვაქვს კომისიის მოქმედების ვადა 2012 წლიდან გადმოიწია დღევანდლობამდე, სადაც უკვე გახარიას აგენტობასაც მოუწევს ერთ-ერთ კითხვაზე მინიმუმად რო თქვა პასუხის გაცემა. ჩვენ გვაქვს ეს პრობლემა. როგორც კი ჩვენ ვუშვებთ ვიდეოს, თუ ბიჭებს, ძირითადად ბიჭები არიან ამის ინიციატორი, ჩაუშვებთ თქვენთან, ვიზუალი არ მოსწონთ და რამე არ მოსწონთ, მთელი მსჯელობა გადადის ვიზუალზე, ანუ გარეგნულ ეფექტებზე და შინაარსში. მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ბიჭების ბრალი, იმიტომ რომ შინაარსის ამბავში ძალიან გვენძრევა, როცა ოპოზიციასთან გვაქვს საქმე. საბაბუაძე. აი ხა აქ შინაარსი უკვე ხო აღარ არის ისეთ სახელით. ალბათ, ნახოთ. ქვეყანაში არის პოლიტიკური კრიზისი და ეს პოლიტიკური კრიზისი არ გვარდება ახალი არქიტექტურის. რა გაასწორებინებს მას თვალს ამისთვის? დამოკიდებული ჩვენი სიმრავლე, ჩვენი პრინციპულობა და ის რომ ეს პროცესი არ შეჩერდეს. ის რომ სადღაც გულს იწყნარებენ იმით რომ პროტესტის თქვათ მასშტაბი ყოველდღიურად არ არის ისეთი დიდი, ცხადია არ ნიშნავს იმას რომ ივანიშვილის მიმართ უკმაყოფილება არ არის მზარდი, იმიტომ რომ ივანიშვილის მიმართ უკმაყოფილება არის მზარდი. ეს მათ ყველაზე კარგად იციან. ეს თბილისში ჩვენ ყო ძალიან კარგად რავია, ბიჭო, ეს რა როჟა არის, ბაჩო. აი მე ამას მაგალითად Super Bad რო არის ფილმი. მან მაკლოვინიო აი მაკლოვინს შეცვლი და რუსულ ფრაგმენტს მაგრამ მაგდრახია მართლა მეგობრებო ეგ ქართული თარგმანი ვიცი მაკარტნი ეხლა მე გარუცო მოიწერეს და ზოგიერთი მოქალაქე აღშფოთებულია ან არ მოსწონს ის რომ ძალით არ განდევნეს ეს ვიღაცეები მემორიალიდან და ასე შემდეგ და მათ ჰუმანური გადაწყვეტილება იყო ძალით მათ ხო მე მინდა აღვხსნა მეგობრებო მოდით ესე ვთქვათ არც ერთი დღესასწაულის თუ ღირსშესანიშნავი თარიღის აღნიშვნა არ ღირს იმათ მეგობრებო მართლა არ ღირს რომ ამას მოყვეს დაზიანება და ცემა ვინმესი სწორედ ეს უნდა აი სწორედ აი ციხეში ვიმაგატელებს ეძახდნენ მაგათ რომლებიც უბრალოდ მოდიოდნენ და ისეთ შეურაცხყოფას გაყენებდნენ რომ შენ გემოქმედა და აი ზუსტად ეს უნდათ აი ამ მაიმუნებს ჩათლახებს რომ დღეს აი ესე დღეს გლოვის დღეს თუ დღესასწაულის დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეს საქართველოსთვის სპეციალურად დაერბია იქ ადამიანები და ეს კალწინგა ყოფილიყო რომ დღეს როდესაც არის დეკლარაციის მიღების დღე როდესაც არის ტრაგედიის დღე კიდევ ერთხელ რუსებმა დაარბიეს როდიონმა ორმა დაარბია ქართველი გვირაბი ძალიან ჭკვიანად მოიცა ხელისუფლება რომ აერიდა ამ ამბავს და არ ღირს მეწმუნეთ მართლაც არ ღირს რაღაცნაირად გამტყუნება ჩვენი ხელისუფლებისა. რა თქმა უნდა. იმიტომ რომ არ ღირს, არაფერად არ ღირს ის რომ თუნდაც ჩვენ ადამიანები, ქართველები, ხელისუფლების წევრები თუ ნებისმიერი სხვა მივიდოდა და იქ მიიტანდა ყვავილებს იმად რომ აი ეს ვიდეო გასულიყო სხვადასხვა არხზე სოფლიოში. ეს იქნებოდა ძალიან ცუდი. მეთანხმებით ხო? გასაკვირველი. სასახად მეთანხმებით, კი ბატონო. გაუშვათ ესე იგი ძალიან მნიშვნელოვანი ვალერი გელბახიანი. არის არაკოს დენამგოლი. არაკოსა რაც უნდა ვიძახოთ რომ ცუდი ბიჭია სააკაშვილი, ერთ-ერთი კაცი იგი ყოველსაც შეეძლო მობილიზება ხალხის და ამ ხელისუფლების შეცვლა. ეს ადამიანი ციხეშია. სხვა ლიდერი ამას ვერ აი ბოდიში თქვენთან და ვერ კაჭავს. ან არენდობიან. არის მარტო რას ნიშნავს? მარტო კარგად ლაპარაკი არ ნიშნავს. არ ნიშნავს რომ სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლაზე წახვიდე, რისკებზე წახვიდე. ამ რისკებზე წასვლა არ უნდა არავის. ხოდა, ახლა ოპოზიციის ლიდერი იყო და რანაირ სარისკონაბიჯებს არ დგავდა იმისთვის რომ ხელისუფლება შეასუსტო, რომ უკან დაახევიო, რომ კომპრომისენით დაიწყოს ლაპარაკი.
მაშინ როდის იმედი გვაქვს საერთოდ და ვის ნდობაზე შეიძლება იყოს საუბარი. არანაირი. ეს ნდობა თანდათან ხდება ბატონო და შეგებია საკმარისი ჩამეწინოთ. ხო, ნუ ამბობს ისევ რომ მიშა უნდა იყოსო, ეს არის გუბაზის ხაზი, მეგორო, შეგახსენებთ რომ ერთმანეთს ქაჩავენ გუბაზი და ეს და არა, არც ერთ შემთხვევაში არ დაგეთახა. აბა როგორ გუბაზი საგრძნობლად დაწინაურდა ვალერთან შედარებით, იმიტომ რომ ვალერს მაგალითად არ ღირსებია ეთერში HD გამოსახულებაში ჯდომა. არა, კი. მარტო კავკასიაზე. გუბაზი ძმაო დადის ყველა არხს. რატომ მოხდა? იმიტომ რომ გუბაზმა უფრო კაი ჩოქჯენი გაუკეთა მიშას. და მერე? კაი მასაჟი იცის. მიშას ჩოქჯენი გააკეთა და დაიკავა საპატიო ადგილი და აღარ უშვებს. ვალერის ადგილი. ვალერის გარჩა ზედატანი არის რა. ვალერის გარჩა ზედატანი რა. ხაში შესული ყურუმსახის ადგილი იქ უკვე დაიკავა. შეხუახუარო პატრონთან მოახლოების სხვა ძაღლს. არა, შეიძლება არის, მაგრამ ეს არ უშვებს. არა, გუბაზა არის პატარა შეხუახუები. ო, პატარა შეხუახუები რო არიან, ხო იცი რა? პატრონი არ არის. პატრონი რო სხვა ძაღლს მიეფერება და ისტერიკაში რო ვარდება იმ ძაღლს რო უყებს რა, ეგაა გუბაზი რა, ვალერიზე ეგრე აქვს რა. არა, მოდი ესე ვთქვათ რა. ვალერის დარჩა ხელი და რაღაც. ხო, გუბაზი ვალერიზე თავის შულზეც ეგრე იზამს. ვალერი გუბაზისაც ეგრე უძებს რო რა. გუბაზი, იმიტომ რომ ვალერის გობელინის ქუდი არასდროს არ ეხურა, მაგრამ არის პატრიოტი, კუნაპეტი ქართველი, შეიძლება ასე ითქვას. მოდი ესე ვთქვათ და ეს კუნაპეტი ქართველის ნიშა ხო დაკავებულია გუბას. კი. და იძახის რომ მოდი დაგერ ვალერი იურისტათო ასეთი კონსტიტუციონალისტია ეგ მოსატყუებელი კვილი მოიტყუეს რომ ყავთ თავიანთი ნუ მაგალითად უსუფა რომელიც იძახის რომ ჩემი დაწერილია კონსტიტუციის ძველი ხო და შესაბამისად ვერ ატყუებს ვერავის ვალერი კი ბატონო აი ცნობილი ჯორჯ მაიკლი კახა გოგიძე რაშუაშა ჯორჯ მაიკლი მაგრამ მაინც არ უნდა გაუკვირდეთ არავის ხელისუფლების წარმომადგენლებს აქ რომ მათი დანახვა უბრალოდ არ გულისრევის რეფლექს იწვევს ამ ხალხში. ეს არის ძალიან ლოგიკური. რუსებმა, რომლებმაც დაგვიხოცეს ჩვენი დები და ძმები და მათ რომ ტრებს არ ეძახიან, მათი ადგილი არც იქ და არც აქ არ არის. ხო, ნუ რა უნდა კაცური კაცი? კაცი არის. დღეს უბრალოდ მაინტერესებს, აი დღეს ხო მორჩა ეს სიგიჟე და არ გაეკარა ხელისუფლება და პროვოკაციაზე არ წამოეგო. ხვალე რა სიტყვით მოვიკითხო. დღეს ხო ამბობენ მოვიკითხო. ხვალ რომ ანუ ბიჭო ამათმა მოიგეს აგვისტოს ომი იქიდან მოყოლებული მოგებულები არჩევნები მოიგეს ის დებილი ჯაფარიძე რო გამოვიდა სიცილკის კი იმ ნაყინი არ დაგეწუწოს დებილო დიდი ხანია მინდა გითხრათ აი ეს ფრაზა უძნება გადადის აუ მეგორო იშვიათად ეგრე კაცი გაბაზონდეს ჩვენ დღევანდელი დღე დავასრულეთ მშვიდობით კიდევ ერთხელ ვამბობ ნაცების ამოცანა იყო რომ თელსოფლიოში გავრცელებულიყო კადრები ჯერ გაუშვებდნენ რადიოს კადრებს 99 წლის 9 აპრილის ხო ვიცი მაგათი მუშაობის ხელწერა და შემდეგ შეუნაცვლებდნენ და ამის მასტერი არის ის საცოდავი შავგრემანი შავინოდარა შეუნაცვლებდნენ კადრის დღევანდელი თუ იქნებოდა რა თქმა უნდა ძალოვანი ღონისძიება და იტყოდნენ რომ არაფერი არ შეცვლილა დღესაც ნუ მე ცნობილი ტექსტები რა დღესაც ეს ცნობილი ტექსტი იქნება დღესაც ოკუპირებულია საქართველო დღესაც რუსები არბევენ პატრიოტებს და ასე შემდეგ და მზად იყო რა მე მგონი ყველაფერი მზად იყო იმისთვის რომ თავიდან სისხლი წამოსულიყო არ გააკეთა ეს ხელისუფლებამ ძალიან ჭკვიანურად და მთელი მათი აი ეს მაზოხისტური მზადება რომ თავი დაექციათ დატოვა ხახამშრალები დატოვა ესენი და ესეც მოხდება. მესმის ზოგიერთების მესმის რას ეფერებს? სულ ხახამშრალები იქნებიან არასოდეს არ დაუსველებთ. ანუ მე მესმის ზოგიერთების მე ლიჩნად არ დაუსველებ. ზოგიერთების მესმის კაი არ უნდა დაუსულოს. მესმის ზოგიერთების რომლებიც იცხოვდნენ რა თქმა უნდა გაყრას მათსას, მაგრამ მაგასაც მოვესწრებით ნელ-ნელა თვითონ თავის საკუთარ თავს წიხა გაიყრიან თავს. Step by step. Little by little. ხვალა. ჩუჩუც. ჩუჩუც. კარგად.